მადლობთ რომ დაინტერესდით ჩვენი ყრილობით, შეკრებით, ეს იყო დღეს პირველი დამფუძნებელი ყრილობა იყო საქართველოს საზოგადოების ანსამბლეის. რასაკვირველია, მე ხშირად ახაც უსმენდი და გვაქვს ესეთი წარმოდგენა, რომ ჩვენ კარგავთ, ჩვენ ვცხოვრობთ ტირანიაში, რასაკვირველია ვცხოვრობთ ტირანიაში, ჩვენ ვცხოვრობთ დიქტატურაში და არის ცეცხლი ოლიგარქიას, მაგრამ ჩვენ ყველაფერ ამასთან ერთად ხიფათი გვადგას ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვის. იმიტომ რომ თქვენ მივდივართ რუსეთისკენ, ეს ხელისუფლება თავიდანვე რუსების მოყვანილია და დღეს მე მგონი ეგ საეჭვო არ არის თუ ვინმეს ოდესმე ამაში ეჭვებარებოდა. იცით რა არის? აი მათ ტექსტებში თუ დააკვირდით, ნახეთ აბსოლუტურად ის არის, რაც 1921 წლის ბოლშევიკების ტექსტებში იყო. კონტრრევოლუციის მომზადება, ჯაშუშები, უცხო ქვეყნის ჯაშუშები, უცხო ქვეყნის აგენტები, ხომ? ამ ტერმინები დაიწყეს მათაც მანიპულირება. უბრალოდ მათ ჰქონდათ ასეთი რამ, რომ მაშინ იყო ლაპარაკი, რომ ბურჟუაზია გვებრძვის, რომელიც მუშებს და გლეხებს მიწებს და აღწევს, ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ნაციონალურ ღირებულებს, არა? სპეკულაციის ფორმა, რომელსაც ამ წუთში იყენებს და სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ მან მაინც შეძლო მეტნაკლები ყუშოს 30%-ის მაინც ან 20%-ის მაინც მანიპულირება. ნუ იქ შეიძლება იყვნენ კრიმინალები, იყვნენ ყოფილი ბოლშევიკები, ნომენკლატურის სულისძიება, ასე შემდეგ, მაგრამ ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ აქ უნდა შევქმნათ, რომ ეს არის ტრიბუნა, ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ყველა ალტერნატიული აზრის მქონე ადამიანი შეიკრიბოს და გამოთქვას თავისი მოსაზრება საქართველოს პოლიტიკასთან დაკავშირებით. თან ეს არის პოლიტიკის გაცოცხლების პრინციპი, რომ ჩვენ უნდა მონაწილეობთ ასაკურელეს საპროტესტო აქციებში, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკას, არა? ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის და ასაკურელია ჩვენ გსურს, რომ ამ ტრიბუნაში, ამ ჩვენს მოძრაობაში ერთ-ერთი მთავარი როლი ყოველ შემთხვევაში მე-13 მაინც უნდა იყოს წარმოადგენელი პოლიტიკური ორგანიზაციები. ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია განსხვავებული სხვადასხვა განსხვავებული მოსაზრებისა უნდა იყოს აქ. ჩვენ გვაქვს მართლაც ეს გამოცდილება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ საოცარ კრიზისში, იმიტომ რომ ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ლეგიტიმური ორგანო, როგორც არ უნდა ვილაპარაკოთ, არა? ამიტომ ლეგიტიმაციის მიმნიჭებელი რახან ხალხი არის, ჩვენი მოსაზრება, ჩვენი აზრის შემდეგში, რომ ჩვენ უნდა შევკრიბოთ დიდი სახალხო ყრილობა. როგორც ეს 1917 წელს გააკეთეს, მათ შემდეგ დამფუძნებელი კრება და სწორედ დამფუძნებელმა კრებამ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა. ჩვენთვის ეს ამოცანა არის, როგორც ასაკურველია. ბატონო. აი ეს კოორდინაცია გასაგებია, ასე ვთქვათ, საერთო კონკრეტულ მექანიზმებზე ჩამოყალიბება, ასევე გრძელდება პროტესტი ქუჩაში უკვე 2 თვეზე მეტია. რეჟიმის მხრიდან უკან დახევას თუ ხედავთ, აი ამ კოორდინაციის შედეგი რა უნდა იყოს, რადგან ზეწოლა ისედაც არ აკლდა ივანიშვილის გუნდს, ხომ, ბოლო პერიოდში. ხო, მაგრამ ამ ზეწოლას გარკვეულწილად ყველა გრძნობს პოლიტიკის ნაკლებობას, ანუ პოლიტიკოსების ნაკლებობას, ხომ ასეა? ანუ პოლიტიკური მიმართულების, აქ ხო დემოკრატიის პრინციპებზეა გამოხატული, რომ არიან დიქტატორები, ყავთ პოლიტპატიმრები, არა? და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ესენი და არჩევნები არ ჩაატარეს სწორად, ანუ გააყალბეს, მოიპარეს. ისინი არჩევნებს კი არა, ქვეყანას იპარავენ მთლიანად. ეს არჩევნები მათ მოიპარეს იმის, რომ ქვეყანა რუსეთში გადაიტანონ. აი ეს ასკარა ჩანსი მოძრაობის, რომელსაც თავი ორიენტირი გახდა, როგორ მოძრაობს ბიზნეს ფულის მიმართულებას უნდა მივყვეთ, რომ ეს ფული მიდის, აქ ჩამოდის, რომ აქ ამ სივრცეში იქნება რუსები, სადაც იქნება მისი ფული დაცული, ხომ? ასე გამოვიდა თავისთავად. ამიტომ ჩვენ კარგავ დამოუკიდებლობას, ჩვენ გვჭირდება, რომ პოლიტიკური ორგანიზაციები, ადამიანები, რომელსაც პოლიტიკა გავაგებიოთ, რომ თავი მოქმედება არის პოლიტიკაში. ეს საბჭოთა პერიოდში მოხდა პარტიულობა, იყო ძალიან ცუდი, და ერთი პარტია იყო, რომელიც იყო კრიმინალი პარტია, კომუნისტური პარტია. კრიმინალები იყვნენ აშკარად, მოვიდნენ სისხლით და სისხლით წავიდნენ ბოლოს სხვათა შორის, თუ წავიდნენ და ახლა მათი ნარჩენების გვერდზე, რადგან ჩვენ გვინდა გავააქტიუროთ პოლიტიკური მოძრაობა, პოლიტიკური საზოგადოება და პოლიტიკური განსაზღვრები მისცეთ მას. ამავე დროს ამ პოლიტიკასთან ერთად გსურს, რომ იყოს მზარდი ჯგუფები, აი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილები,
მიმართულები, რომელიც იქნებიან ჩართულები იმ მიმართულების, რომ როგორ ვამზადოთ გარდაქმნისათვის საზოგადოების. ჩვენ სხვათა შორის რომ შეგძლებოდა დროულად ესეთი რეფორმების გატარება, რეფორმების სირთულის შემეცნება, რომ რეფორმა რთულია და მას მოყვება გარკვეული სირთულეები და ეს გადასატანია, ეს წინასწარ უნდა იყოს მომზადებული. ისეთამდე აქ დღეს ჩვენთან იყვნენ წარმოდგენილი სხვა წარმომადგენლები სხვადასხვა სფეროს, რომელიც არჩეულები იყვნენ, რომ ამ ყრილობაზე მოხდენ, რომ ჩვენ მეტი ხალხის ხმა გქონდეს. ეს არის როდესაც თქვენ საუბრობთ რეფორმებზე, დიახ, ჩვენს კადრებშიც დავაფიქსირეთ, ჩვენი ჟურნალისტიც საუბრობდა, რომ კონკრეტული პროფესიული წრეების წარმომადგენლები არიან ამ თქვენი პლატფორმის წევრები, ხო? ანუ მათ გამოცდილებას გამოიყენებთ და უშუალოდ, აი, როდესაც თქვენ აქცენტს აკეთებთ პოლიტიკაზე, დაიწყებენ ისინი მუშაობას პოლიტიკის დოკუმენტებზე, ანუ რეფორმაზე, რა როგორ უნდა მოხდეს, მას შემდგომ რაც გავივლით აი ამ პერიოდს. დიახ. ასაკურელია ამაზეც მუშაობა და პირველ რიგში ჩვენ სამუშაო გვაქვს როგორ უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. არჩევნები ჩვენ ხო სხვა გზა არ გვაქვს არჩევნებით უნდა შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე გამოცდილება, თუნდაც 1918 წლის გამოცდილება გვაქვს და გვაქვს 1990 წლის გამოცდილება, რა როგორ შეიცვალა ეს ქვეყანა, რა. და ეს ჩვენ სულ ამაზე უნდა ვიმუშაოთ ყველა პოლიტიკურ ძალასთან, პოლიტიკოსებთან, როგორიც არ უნდა იყვნენ. ჩვენ ამ წუთში მე მაგ პოლიტიკოსებს მინდა ვთხოვა ისეთი რამ, რომ მათ გაიგონ, რომ ჩვენ ახლა საარჩევნო სიტუაცია კი არა გვაქვს. ჩვენ ახლა გვაქვს ქვეყნის დახსნის სიტუაცია, ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. სადაც უნდა ვიყოთ ერთად და ხოლო საარჩევნო კამპანია ასაკურელია ჩატარდება ცალ-ცალკე ან ერთადაც, ხომ? როგორ შეიძლება, მაგრამ ამ წუთში ჩვენ რომ ამ რეჟიმის, რომელიც არის ყველასათვის გასაგები, მე მგონი აღარ დარჩა ადამიანი, რომელიც მას რუსულ რეჟიმს არ უყურებს, ამ შევძლოთ ამ ხელისუფლების, ამ რეჟიმის მშვიდობიანი დემონტაჟი. ეგ როგორ უნდა მოვახერხოთ? ამისთვის უნდა დავიწყეთ აქ საზოგადოებასთან ერთად. პასუხისმგებლობა მისვლის ამ პარტიებს უჭირს, იმიტომ რომ ეს არჩევნები გაყავდა, ჩვენ ვერ შევძელით წინააღმდეგობის გაწევა, ხომ ასე? უჭირს, ამიტომ ჩვენ მზად ვართ, რომ დიდი ნაწილი საზოგადოებისა სხვადასხვა სფეროს მიმართულებით, აი აქ იყვნენ თქვა აკადემიის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, მედიცინის წარმომადგენლები, ანუ ყველა სფეროს წარმომადგენლები, ქართული საზოგადოება, რომელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა, უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა. შემდეგშიც, თუნდაც ეს რეფორმა იქნება, ცვლილება იქნება, ამ ცვლილებებში პასუხისმგებლობა თვითონაც უნდა იგრძნოს, რომ დისკომფორტი იქნება ყოველთვის, როცა ქვეყანა კიდე შეცვალო და გამოხვიდე რუსეთისგან. თქვენ იცით, რომ ჩვენ გვაქვს მძიმესი მდგომარეობა, დამპყრობელი ქვეყანა, რომელსაც ქვეყნის 20% დამპყრობელი აქვს, მას ენის მოჩლექვით ელაპარაკებიან და ომი გინდაო გვეუბნებიან, თუ ესე იგი მშვიდობა პირდაპირ გაატოლეს მონობასთან, თუ დააკვირდით, ხომ? ესე იგი, თუ მონობა არ გინდა, ესე იგი ომი გინდა, ხომ ასეა? ასეთი სიტუაცია შექმნეს და ამიტომ გჭირდება მამაცი საზოგადოების შექმნა. ჩვენ ყველგან უნდა ვიყოთ როგორც იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელიც დღეს ქუჩაში არიან, ჩვენ სტუდენტებთან ერთად. მათ მომავალზე აუცილებელი საფიქრებია რა, როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ და პირველ რიგში ეს ქვეყანა იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ქვეყანა იყოს დასავლური ღირებულებების ქვეყანა, გესმით? აი, როგორ აიცეთ, აი ახლა კონკრეტული ჯგუფები მუშაობენ ამ საკითხებზე. ხანდახან ვამბობ კიდევაც, რომ აქ არიან ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, იმისი სპეციალისტები ელექტრონული მიმართულების ტექნოლოგიებს გულისხმობ. ეს ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კანონების მომზადებას ვიწყებს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. დღეს ჩვენ გვაქვს მთავარი ამოცანა. ახლა და ამ წუთში ეს რეჟიმი მოვისურვოთ, თორე ამისი ხაზურად გაგრძელება ძალიან მძიმე იქნება. არა ეკონომიურად მხოლოდ, არამედ საერთოდ მომავლად პოლიტიკურად. გითხარით დავკარგოთ. დიახ, აი ასამბლეის პირველი ნაბიჯების შესახებ სარეგისტრაციო გვერდიც გაქვთ, სადაც მოქალაქეებს, ვისაც აქვს სურვილი, შეუძლიათ რომ შემოგიერთდნენ. აი რა აქტივობები გაქვთ დაგეგმილი პირველი, სად გიხილავთ როგორც აი ამ პლატფორმას პირველ რიგში? ახლა ჩვენ შემდეგ აი ახლა ისეთ რა ჩვენ ყრილობას ვამზადებთ, მაგრამ ხამდე ორი შეხვედრაც გვექნება. შემდეგი შეხვედრა არის 15 თებერვალს. განსაკუთრებულად კონკრეტული ამოცანა ამ წუთში არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. როგორი წინააღმდეგობა უნდა გავწიოთ, იცით რა არის? როგორი იმიტომ თქვენ დააკვირდით, რომ ჩვენმა ამ გადაწყვეტილებამ, ამ მასობრიობამ, ამ ხალხ იცით რა, არა ნუ ფიქრობთ, რომ მათ წინ გადადგეს, მათ უკან დაიხ
განხიეს, როცა პირდაპირ მიდიან ღია დააფიქსირონ, რომ არ არიან დემოკრატები, არიან დიქტატორები, არიან, იმიტომ მათ კანონები შეცვალეს, რომელიც გახდა უფრო დიქტატორული, არა, ღიად გამოხატული. აკრძალეს ყველაფერი, მანიფესტაციები, ამიტომ ჩვენ აქ უნდა ვიყოთ, კიდევ უფრო მეტი ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ამ ხელისუფლებაზე. ასექროლა ყველამ ერთად და ამაში უნდა ვიყოთ დარწმუნებული. გესმით? ამიტომ ჩვენი პირველი ამოცანა, პირველი აქტიურობა სწორედ ეგ არის და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ანუ დემოკრატიული სივრცის შექმნა, თავისუფლება, ისიც არის. დემოკრატია არის დამოუკიდებელ სახელმწიფოში. დაპყრობილ ქვეყანაში დემოკრატია ვერ იქნება. ბიძინა გვიქრის იმას, რომ დაპყრობილი ქვეყანა, სადაც დემოკრატიას არ იქნება. ეს გეუბნება პირდაპირ, რომ რუსი გვადგას და არ იქნება დემოკრატია. გესმით? ამიტომ ამ პროცესის გაგრძელებას უსმენს, რომ ესე იგი თავის მშვიდობა, ესე იგი ომი გინდათ, ანუ თუ თქვენ გინდა დემოკრატია, ესე გინდათ ომი, თქვენ თუ სივრცის შესვლა გინდათ ომი, გასაგებია. ამიტომ აი მე მოусვინე იმ დღეს მდინარაძის გამოსვლას, აი ამ დიპსტეიტის კონსპირაცია. პირდაპირ ერთი თერზე თქვენ თუ წაიკითხებთ ფილიპე მახარაძის ან ფილიპე ანაორჯონიკ ან ნებისმიერ ტექსტი ელიავები და სხვები იყვნენ, როგორ აღწერდნენ 1924 წლის ამბებს, რომ უცხო ქვეყნის აგენტები იყვნენ ყველანი, ხო გასწორთ არა? კონტრრევოლუციას ამზადებდნენ, ჯაშუშობა იყო. ეს სამივე ტერმინი დღეს ყველაზე აქტიურია მათი პირიდან. ამიტომ ჩვენ რეჟიმის მხრიდან, ამიტომ ჩვენ ამ რეჟიმის წინააღმდეგ უნდა შევდგოთ, არ უნდა გავჩერდეთ ის არის. ჩვენ ამ რეჟიმს უნდა ვაგრძნობინოთ, რომ არსებობს საქართველოს, აი დღეს მაგალითად 500 კაცამდე შეგროვოთ, დღეს ძალიან ბევრს ნიშნავს არა. ძალიან დიდი მადლობა.